მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით ვნახოთ დღეს რომელი შენი ცხოვრების სფერო ყველაზე ძალიან დღეს გაწუხებს. ანუ ნაკადი, მინდა რომ ნაკადში შევიდეთ და ვნახოთ ვისთვის იქნება და შევხედოთ ახლა და ის სფერო განვიხილოთ. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ადამიანს ყველა სფეროში კარგად ყველაფერი ქონდეს, მაგრამ რომელიმე არ აძლევს საშუალებას, რომ ქონდეს ჰარმონიული ცხოვრება. კარგით, ვნახოთ აბა. ვის მაჩვენებენ ახლა ჯერ, რა ხდება თქვენ ცხოვრებაში ახლა და მერე უკვე მაგის დამიხედვით ვნახოთ რომელი სფერო და ვკითხოთ, მერე თუ გინდათ, ცალკეც ვკითხოთ დაროს, ჯერ თუ არ გვაჩვენეს. აჰა. Так. აქ არის როგორი მომენტი, იცით? საერთოდ ადამიანი არის უკვე ეგრევე გვაჩვენებენ, მაღალი არკანებით გველაპარაკებიან. ვიღაცისთვის იქნება даже ფინანსური პენტაკლები წამოვიდა, პენტაკლები ეს საერთოდ უფრო ფინანსები, ანუ მაგათ ახლა შეიძლება მატერიალური სფერო უბრალოდ გაინტერესოთ. საერთოდ, იმიტომ რომ აქ იცით როგორ არის, даже ვეტყოდი რომ აქ ადამიანს სხვათა შორის ძალიან ბევრი რამ აქ გაკეთებული. აქ არ არის ეს სიტუაცია, რომ თქვენ დაუშვათ, აი თუნდაც ფინანსური თემა რომც გაინტერესებდეს. აქ არ არის ეს სიტუაცია, რომ დაუშვათ თქვენ ხართ უფულოდ, არაფერი თქვენ არა, შეიძლება ბევრჯერ ცხოვრებაში იყოს ცვლილებები. ბევრჯერ ისეთი მომენტები იყო, რომ შეიძლება даже სამსახურებსაც ცვლიდით თქვენ არაერთხელ. არ გამიკვირდება თუ დაუშვათ თქვენ გადაადგილება გქონდათ, აი სხვადასხვა ადგილებზე გადადიოდით, თქვა საცხოვრებლად, გინდათ ახლა даже ქვეყნებით შეიძლება ქვეყნების ცვლილებაც გქონდათ, ცვლიდეთ. ანუ სულ პრინციპში თქვენ აქ არის როგორი ენერგია, ეგრევე მაჩვენებენ, რომ ადამიანი, რომელიც აი შეიძლება ასე ვთქვათ, სულ ეძებს რაღაცას, ასე რომ ვთქვათ, ხო? და სხვათა შორის ძალიან კარგი თვისება, რომ აქ არა გაქვთ თქვენ ის მომენტი, აი რომ ვთქვათ, დავტოვე და ვნანობ. აი მე გავაკეთე, მივაღწიე რაღაცას და მერე უკვე შემიძლია დავტოვო და წავიდე. ანუ აქ მაჩვენებენ, რომ პრინციპში აქ ადამიანს არ აქვს, აი ნახეთ მე-13 ენერგიით საერთოდ იციან ხოლმე, რომ ადამიანს თქვათ მინუსში როცა არის, უჭირს დატოვება რაღაცის, თქვათ რაღაცას შევქმენი და როგორ მივატოვო, ხო, მენანება და ზიანეს ადამიანი, აი სახლი როგორ დავტოვო, ან დაუშვათ კიდე რაღაცე, ბიზნესი გინდა, სამსახური, რაღაცები ხო ადამიანს უჭირს რა დატოვება. ზოგჯერ როცა მინუსში არის მე-13 ენერგია, მაგრამ აქ ვაჩვენებთ პირიქით პლუსში, რომ ადამიანს დაუტოვებია ბევრი რამ, даже შეიძლება ვთქვათ, წაუღია იქ რაღაც ისეთი მომენტები და რა ვიცი, ფინანსური შეიძლება ვთქვათ, ნივთები რამე და ვთქვათ გადასულა რა. ანუ ეგეთი რამე არის, ანუ ბევრჯერ ადამიანს შეუძლია რაღაცა თავის ცხოვრებაში. და სულ даже შემიძლია ვთქვა, რომ აი სულ თითქოს რაღაც ესეთი ენერგია მოდის, რომ სულ კიდე რაღაცა უკეთესებისკენ მივდივარ. იმიტომ რომ ამ ადამიანს პრინციპში ბევრი რამე მართლა შეიძლება დაუკარგია კიდევაც, ამასაც არ გამოვრიცხავ და ძალიან ბევრჯერ გამოუცდია ტრანსფორმაცია თავის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ცოტა ისეთი არკანები, რომ მაგრამ გეუბნებიან ყველაფერს, ხო, მაგრამ აი ხო გეუბნებით ადამიანი, რომელიც პრინციპში არასოდეს არ ეშინია მაგას, აი დაუშვათ სიახლის, ხო? და ანუ რაც ჩვენ არ ყავს, ის გვაძლიერებს, ხო? აი ზუსტად ეს სიტუაცია არის რა. იმიტომ რომ იმდენი რაღაცები, რაც გამოიარეთ, რაც შეცვალეთ, რაც სირთულეები გქონდათ, ანუ ეს სირთულეები უფრო გაძლევენ თქვენ სიძლიერეს, თქვენ მაინც აი აქ ადამიანი ისეთია, რომელიც არასოდეს არ ნებდება, აინტერესებს რაღაც აი საკრალური, აინტერესებს ისეთი აი კიდე დაუშვოთ, მაინტერესებს რა მაქვს მე ისეთი, თქვა, ჩემი რა ნიჭი მაქვს, რა
შემიძლია კიდე აი მე ანუ ძალიან ესეთი ადამიანი რომელიც სხვათა შორის ვიღაცამ უკვე გახსნა ეს თავისი ყურუმი ანუ ესე იგი რაღაცა საკრალური ცოდნა და შემიძლია თქვა რომ შეიძლება даже დაიჭირა ის მომენტიც რომ მე ამ თუნდაც ნუ ხა თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ყურუმზე და ამიტომ ხა რა თქმა უნდა მაგასაც ვიტყვი რომ და ვიცი რომ აქ მყავს ეს ადამიანები ვისაც ნამდვილად აინტერესებს ეზოტერიკა ტარო ნუ პრინციპში ვინც აქ ახართ ყველას გაინტერესებთ ეზოტერიკა და სხვა შემთხვევაში არც უყურებდეთ თქვენ ტაროს გაშლებს და მაგრამ აი აქ განსაკუთრებულად შემიძლია ვთქვა რომ იცით როგორ არის ადამიანს აქ მართლა იმდენი რამე გამოვლილი, ну რაც მე ვთქვი აღარ გავიმეორებ, აი ამ სიტუაცია მისცა ამ ადამიანს სიძლიერე და ნახეთ ყოველთვის ეს ადამიანი სადღაც მიისწრაფება წინ, აი მაინტერესებს რა იქნება მომავალში, ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამ ცხოვრებამ ხო გეუბნეთ გააძლიერა ძალიან და მისცა, ანუ ეს არის როგორი მომენტი, იცით, როცა მე სულ მინდა რაღაცას სწავლობ, სულ რაღაც მაინტერესებს, სულ რაღაცა სიახლე და ეს კიდე უფრო აძლიერებს ამ ადამიანს. გაიგეთ, რა აძლევს რაღაც როცა даже აი შეიძლება даже გახდეთ თქვათ თქვენ რამე ისეთი სპეციალისტიც რა რაღაც სფეროში და უკვე ხართ ისეთ აი ძლიერი даже ვეთყოდე სპეციალისტი, რომელსაც უკვე შეუძლია თავისი ცოდნის გაცემაც რა, ну ესეთი ენერგიები მოდის და აქ არ გამოვრიცხა ვიღაცა даже ტაროში, ან წავიდა, ან აპირებს, ან ფიქრობს რა, რომ ისწავლოს, მაგრამ ნახეთ, ეხლა როგორი მომენტია. პრინციპში, აი აქ როგორი მომენტი არის. მე ყველანაირად ბედნიერი ვარ. აბსოლუტურად რა. კი, რასაც ვაკეთებ, შეიძლება თქვათ ახლა აქ ადამიანს, ანუ თავისთვის, ნახეთ ახლა აქ როგორ საინტერესოდ აქ მზე არის ნაჩვენები, იმენა როგორც აი ეგოისტი რა, მე მინდა, მომეცით მე. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ, რომ პრინციპში მე რაც მინდა ჩემი ბედნიერებისთვის, მე ყველაფერი მაქვს, მაგრამ აქ შეიძლება ზოგისთვის იყოს როგორი სიტუაცია, ნახეთ. კი, არის ესეთი ადამიანი, მაგრამ სულ წინსვლა უნდა რა, იმიტომ რომ ახლა საერთოდ გვერთხების რაინდი ესეთი ტიპაჟი, რომელსაც აინტერესებს მომავალი, ხო? უბრალოდ ზოგჯერ ისე არ გამოდის, თქვათ, როგორც მას უნდა რომ იყოს რა და არის რაღაც მომენტები, რომ ну მაგამ ძალიან მებრძოლი ადამიანი არის რა, ანუ ერთ ადგილზე ვერ დაჯდება, სულ რაღაც ახალი მინდა გავხსნა, ახალი მაინტერესებს რა, თუნდაც აი გადაადგილება შეიძლება მაგიტომაც თქვათ, ახლა ეს ქვეყანა მომწონს, მე ეს მომწონს, ან ეს ქალაქი, ან ეს სუძიებაში რა. მაგრამ აი აქ არის თითქოს რაღაცა მომენტი, ეხლა ბანალურს ვეტყვი, რომ ვიღაცას შეიძლება მართლა ბინა აინტერესებს, აი ერთი ბინა მინდა ძალიან და ბინა ჩემი საკუთარი და ძალიან მაგარი. კიდე ვიღაცას უნდა აქ თქვათ მიაღწიებს, მაგრამ ოჯახი უნდა, რომელიც ეხლა არა აქ იმ დონეზე თქვათ, შეიძლება როგორც თქვათ, ну უნდა რომ გქონდეს. კიდე აქ ვიღაცას სხვათა შორის უნდა კიდე უფრო მეტი ფინანსური თქვათ მდგომარეობა არა აქვს ისეთი, როგორიც უნდა. შეიძლება ადამიანი თქვათ ბევრზე ოცნებობს, ხო? ანუ თავისი იმპერიის შექმნა სიტყვაზე, მაგრამ არ არის ისე, როგორც თქვათ, მაგას უნდა რომ გქონდეს. ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ ნუ ეთყობა შეიძლება ახლა ძალიან ისეთი თქვათ მოთხოვნილება აქვს უფრო მეტი, ვიდრე ნუ პრინციპში მე აქ არ გამოვრიცხავ ახლა ამას, რომ აქ ადამიანს ნამდვილად შეუძლია, იმიტომ რომ ახლა აქ რო არის და 10-იანში პრინციპში აქ მოხვედრას რა უნდა, იმიტომ რომ ოცნებები კარგია, მაგრამ შეიძლება ჯერ ბოლომდე ვერ მივაღწიე მე იმას, ან არ ვიცი რა გავაკეთო ჯერ კიდე, რომ სრული ბედნიერებისთვის მე მინდა რომ თქვათ მქონდეს აი დაუშვათ ეგეთი ან ფინანსური მდგომარეობა, ან ну ოჯახით შეგვიძლია თქვა. კიდე ვიღაცისთვის შეიძლება შვილიც იყოს. რომ დაუშვათ შვილიც მინდა რომ მყავდეს. გაიგეთ, რომ შეიძლება თქვათ დავჟე აქ არ გამოვრიცხავ ამ არკანებით, ნახეთ,
ესეთი არკანებია, რომელიც მართლა ყველა პრინციპში აჩვენებენ იმას ორსულობას. მაღალ არკანებზე მაქვს ლაპარაკი და აქ არ გამოვრიცო, და საჯარო გაშლა არის, რომ ადამიანს აქ უნდა შვილი. და ამისთვის ბრძოლობს, ამისთვის ყველაფერს აკეთებს. დაჟე შეიძლება ხო გეუბნებით, ან ბევრი პულით დაუხარჯა იმისთვის, რომ თქვათ ეს სურვილი რომ ასრულდეს, მაგრამ აი ეს არის და ან ვიღაცას ხოთშეს ნანადრის შვილი, შეიძლება ორსულად დარჩე კიდევაც ვიღაცა და ეხლა მინდა ყველაფერი გავუკეთო ჩემს შვილს, რომ ყველაფერი გქონდეს და უფრო სხვა ეტაპი ეწყება იმისთვის, რომ აი თქვათ ვიბრძოლა, ან ოჯახი თქვათ შევქმნა. ნუ აი ეგეთი რამე. და მიხა დედოფალე მაინც მინდა მოვძებნო, ნუ კი აი რაც მოგიყვებით პრინციპში ეგ არის აქ რა. კი, აგერ მომიყვეს. არც არის საჭირო რომ აქ კიდე გავიმეორო. ნუ კი აგერ არის ეს შვილიც და ეს ყველაფერი პრინციპში არც გჭირდება მეტი სიგნიფიკაცია. არც გჭირდება. ნუ ახლა აქ უბრალოდ მიყვებიან რომ შეიძლება აქ ადამიანს, ახლა თქვენ ისტორიას მიყვებიან, აქ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ რა. მაგრამ აქ კიდევ ვოთ გვერთხების დედოფალი მოგვივიდა. იცით როგორი პერიოდი არის? ნუ ხა რა თქმა უნდა შვილზე ეს არის თითეული, შეიძლება ერთ ადამიანისთვის იყოს ინფორმაცია, ყოველთვის რა თქმა უნდა არ არის. აქ ადამიანს უკვე აქვს საქმე, რომელიც მას მოსწონს, ან დაჟე შეიძლება ძიებაში ზოგი არის, რომ თქვა ნამდვილად ეს არის ჩემი საქმე, ესეც არის აქ სიტუაცია. კიდე აქ შეიძლება ურთიერთობას რაც ეხება აქ არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც აფიქრობს ახალ ურთიერთობაზე. ფიქრობს, იმიტომ რომ არ იცის რა გააკეთოს. ნახეთ, შეიძლება ის ურთიერთობა, რომელიც ახლა გააქვთ თქვენ მაგას უკვე სხვანაირად უყურებთ, რომ პრინციპში რა არის, იცი, აქ ნახეთ, შეიძლება თქვენს გვერდით ან იყო, ან არის პიროვნება, რომელიც არ ნახეთ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს ადამიანი დაუშვათ, ხო? თქვენ ახლა შეიძლება რაღაც იმედებსაც ამყარებდეთ ამ ადამიანზე, რომ აი და სამომავლოდაც გინდოდათ ამ ადამიანთან ურთიერთობა და ცხოვრება, მაგრამ არ გაამართლა. და ეხლა შეიძლება თქვენ ხართ როგორ მომენტზე, იცით, რომ არ ვიცი, დავასრულო თუ გავაგრძელო ეს ურთიერთობა რა, იმიტომ რომ ნუ არ მოგწონთ თქვენ პრინციპში ადამიანი როგორ იქცევა. არ იქცევა ისე როგორც თქვა თქვენ გინდათ, იმიტომ რომ ნახეთ ახლა აქ იმპერატორი და იმპერატრიცა, ანუ ელოდება დიდი ხანი ელოდებოდა ეს გოგო ალბათ რაღაც ქმედებას ისეც ამისგან, რომ თქვათ ვიქნებით, ნუ ოცნებები რაღაცებს სიყვარულზე რა თქმა უნდა, მაგრამ ვერა, აი რაღაც შეიძლება ფიქრობ თქვენ იმაზე, რომ ხო მე არ წავიდე, ან ხო არ გავუშვა. აი ეგეთი რამე გაქვთ თქვენ ახლა აქ ნამდვილად არის აქ ეგეთი მომენტი და ნუ ზოგი არ გამიკვირდება, რომ ელოდება კიდევაც ზოგი ელოდება დაბრუნებას, მაგრამ ნუ ახლა როცა არის საჯარო გაშლა, აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ ისე რა ქვია, ანუ როგორი სფერო გვაქვს ჩვენ ფინანსები, ხო, გვინდა გავაუმჯობესო და ურთიერთობას კი გაწუხნა, ურთიერთობა ნახათ როგორსაც წავიდა, უფრო ანუ ეგრევე გვაჩვენეს ჯერ საერთოდ აი შეიძლება დაჟე ანუ კარიერაც უფრო გაინტერესებსაც წავა, როგორ იმიტომ ვიღებ ხოლმე სამ სფეროს, ხო ხდებეთ, ნახეთ აი ამ პატარა სიგნიფიკაციაში რამდენი რამე გამოვიდა რა, ანუ და სამივე ეს სფერო, ფინანსები, კარიერა და ურთიერთობა. იმიტომ ვიღებ სულ მაგ თემებს, იმიტომ რომ ყველას ეს გვაინტერესებს უფრო მეტად. ნუ იქიდან უკვე ჯანმრთელობაც სხვათა შორის ჯანმრთელობაც აინტერესებს, რომ ვარსკვლავით კი არის, რომ შეიძლება ფიქრობს ვიღაცა იმენა ჯანმრთელობაზე, რომ მინდა რომ რაღაც შეიძლება ან ოპერაციასაც შეიძლება ვიღაცა აკელოდება, რომ ის გადამწყვეტი რაღაცა აქვს ამ ოპერაციას მომენტი რა. კარგით, მაშინ რადგან მასზე წავიდა საქმე, ნუ ვნახოთ მაშინ ჩვენ ყველაზე ძალიან რა გაინტერესებთ, ავიღოთ
მოდით მაშინ აი ესე საჯარო გაშლაში ახლა არ მინდა ბევრი ვისაუბროთ, ამას ძალიან კარგად გვაჩვენებს, რა თქმა უნდა, მატრიცა ყველას ცალკე. ამიტომ ჩვენ ვნახოთ ახლა ცოტა, ხო? აი ასე. რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისთვის, რომ ეს თქვენი სურვილი, ნახეთ ასე გავაკეთოთ, ხო, სურვილი რომ უფრო გაუმჯობესდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა, რა უნდა გააკეთოთ მაგისთვის თქვენ? აი ეს ვკითხოთ პირველი. რა უნდა თქვენ რო დაუშვათ, აი წინსვლა გქონდეთ კარიერაში გააკეთოთ. და აი კიდე ნახეთ, არჩევანი ხო გქონდა ურთიერთობას რაც ეხება. მოდით ასე გავაკეთოთ, ჩვენ ვნახოთ თქვენთვის როგორი უკეთესი ვარიანტი დაუშვათ. აი, იმიტომ რომ აქ რაღაც ხედავდი მერყეობას. აი, თუ დაუშვათ თქვენ დატოვებთ ამ ურთიერთობას, რა იქნება და თუ დაუშვათ თქვენ გააგრძელებთ ამ ურთიერთობას, რა გელოდება, ამ პარტნიორთან, ხო? თქვათ, თუ დატოვებთ, რა გელოდება თქვენთვის რა იქნება და თუ დაუშვათ გააგრძელეთ ურთიერთობა. всё, ნახოთ აბა ჩვენ, მოკლე ასეთი ბლიცს გავაკეთოთ. რა უნდა გააკეთოთ, რა უნდა გააკეთოთ. აქ ნახეთ, თქვენ ცოდნა პრინციპში გაქვთ, თქვენი ცოდნა უნდა გამოიყენოთ, თქვენი გამოცდილება უნდა გამოიყენოთ და თქვენი უკვე აქ პრინციპში მაჩვენებენ, რომ უბრალოდ იმოქმედე რა, უბრალოდ უკვე პრინციპში შენ ცოდნა გაქვს, ახლა ხმალების მეფე ეს ყოველთვის არის პერსონა, რომელმაც ახლა ძალიან ტვინიანი რა, ტვინი აქვს, იმდენი რომ რა გითხრა. უბრალოდ გამოიყენეთ სამომავლოდ თქვენი გამოცდილება, იმიტომ რომ მართლა ეს გინდათ იმისთვის, რომ თქვა თქვენი ფინანსებიც, ანუ თქვენი, ხო, აი ნახეთ, ახლა ფინანსები, ხო? ანუ ჭკვიანურად გამოიყენეთ თქვენი ცოდნა და იქიდან მიიღებთ თქვენს იმას, რა ქვია, შემოსავალს, იმიტომ რომ ნახეთ, ახლა საერთოდ აქ 10-იანი არის გვერდხების, ეს უკვე როცა ადამიანს აქვს რაღაცა გამოცდილება ერთგვარი და უკვე აქ ადამიანი უნდა მართლა წავიდეს უკვე თავისი გზით, ანუ უკვე თავისი პირადი დანიშნულებით დრო მოვიდა და იქიდან გექნება შენ მერე უკვე შემოსავალი. ხა მეფეს ყოველთვის პრინციპში შემოსავალი აქვს, იმიტომ რომ ეს არის ჭკვიანი პიროვნება, ხო? ამიტომ გამოიყენე შენი ცოდნა, ხო? იპოვე შენი პირადი დანიშნულება, ან ის საქმე, რომელიც კარგად იცი შენ და იქიდან მერე გექნება ფინანსებიც ძალიან მშვენივრად წამოგივა. კი ბატონო. მარტო ქმედება, კი. აქ ახლა კიდევ ყურუმი, მე გეუბნებით, ვიღაცა შეიძლება არის ზუსტად შენი ფული არის იმენა ეზოტერიკაში. ეს ახლა გინდა ეჯეროთ გინდა რა, მაგრამ არის აი მატრიცაში მაგალითად ფულის კარმაზეც არის ესეთი პროგრამები, რომ ადამიანი არის სულ სხვა რამე დაკავებული და უცბად აი მაგალითად ჩემ შემთხვევაშიც მასე იყო ზუსტად, როცა ცხოვრებაში არ მიფიქრია თუ მე საერთოდ რამე მესაქმებოდა ახლა ეზოტერიკასთან, კი მომწონდა ეს გაშლები და ყველაფერი, მაგრამ ახლა და დავდიოდი ახლა ყველგან, მაგრამ მე თუ ვიქნებოდი ის ვინც ვარ დღეს, ნამდვილად ვინმეს რომ მოეყოლებია 10 წლის წინ, ალბათ მოკვდებოდი სიცილით და ვეთყოდი ვერახარ შენ კარგად. მაგრამ როცა მატრიცა გავხსენე და დავინახე, გავოცდი, რომ თურმე უკვე 20 კი არა, რა ვიცი, რამდენი წლის წინ უნდა დამეწყო ეს ყველაფერი. მაგრამ აი ყველაფერს თავისი დრო აქვს, ხო და იმიტომ რომ ის არის შენი და ამიტომ ხა რა თქმა უნდა გახსენე აქ ყურუმი არის და ამიტომ ვინც არის ეზოტერიკაში, თქვენი შემოსავალი იქიდან წამოვიდა, რომ საკმარისად თქვენ უკვე იცით, ცოდნა გაქვთ,
და უკვე თავს ნუიტყუებთ. უბრალოდ ახლა გამოიყენეთ ეს თქვენი ცოდნა და გექნებათ წინსვლა, იმიტომ რომ აქ უკვე უნდა გამოიყენო, მაქსიმალურად გამოიყენო შენი ცოდნა, მაქსიმალურად და გექნება კარგი მერე წინსვლაც და შემოსავალი. ანუ თუ დაუშვოთ შენ ახლა არ ახარ არანაირ ეზოტერიკაში სიტყვათი, შენ გეუბნებიან გახსენი ეს შენი ყურუმი და მერე ნახავ რაც იქნება. კარგით, ეს ესე იგი მე აქ ფულზე ვეკითხებოდა კარიერაზე მეუბნებოდან, კი ბატონო, აი იგივე ნახეთ პრინციპში, ხო? კი ბატონო. უნდა ნახო საქმე, ანუ შენ როგორ გინდა გამოასწრო, ну მაგას ეძახები ყოველთვის. უნდა გქონდეს კარგი საქმე, კარგი სწორია რა. საქმე, რომელიც შენ მოგწონს, რომელიც შენ ქსიამოვნებს, რომელიც შენ ანუ აქ სხვათა შორის მკურნავიც არის, იმიტომ რომ მაინც მე-14 არკანი არის, შეიძლება თქვენ ხართ აპრაქტიკებად დაკავებული. პლუს კიდე კარიერა რო გქონდეს, შენ უნდა თუ დაუშვოთ შენ გინდა და გაქვს შენი ბიზნესი, ანუ ესე იგი კარგი გუნდი უნდა ყავდეს, ისეთი რომელიც აი მართლა ერთგული იქნება შენი. ხო და ნუ რა თქმა უნდა, ცოდნა უნდა გქონდეს ყველა ვარიანტში, მაგრამ აი აქ პირველი და უპირველი ისეთ ანახოთ ყურუმს და კვერთხების დედოფალს ერთი და იგივე ენერგია აქვს სხვათა შორის რა. და აი აქ უფრო გეუბნებიან, ну მოდით ასე ვთქვათ რა, ახლა ყველა ხო არ გახდება ახლა ტაროლოგიას ვთქვათ, ეზოტერიკოსი. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ერთ-ერთი ის რომ თქვენ შეგიძლიათ აქ უბრალოდ უნდა გქონდეთ საქმე, რომელიც თქვენ მოგწონთ, გიხარია. აი მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა გექნებათ შემოსავალი, იმიტომ რომ აქ ცოდნა გაქვთ, გითხარით, აქაც ნახეთ ჯერ ხმალების მეფე მაჩვენეს, მაგრამ ყურუმი მაინც ყურუმი, ჩემთვის ახლა კვერთხებზე ვარ ყურუმი. მაგრამ ნახეთ აქ ახლა რამხელა გზა გაქვს გამოვლილი, ხო ხდებით რა, უკვე სადა ხართ. უბრალოდ აქ ქალური ენერგია, ანუ ესე იგი ეს უფრო სიამოვნებს მინდა, აი მაინტერესებს, მაგრამ ყურუმი ძალიან მოქმედი ტიპია, უნდა იმოქმედოს და თუ დაუშვათ კიდე ერთი მინიშნება, თუ თქვენ ახლა ფიქრობთ რომ ანუ უარყოფითად რო წავიკითხოთ, ანუ პირიქით თქვენ უკვე უნდა დაიწყოთ რამე, უნდა გააკეთოთ, უნდა გქონდეთ აქ просто უბრალოდ როგორ არის ვერ მოიპოვებ ფულს თუ ეს საქმე შენთვის არ იქნება სასიამოვნო, მოდით ასე ვთქვათ რა. აი ეს არის, რომ უნდა მოგწონდეს, უნდა გინდოდეს, არ უნდა ეხლა მე მაგალითად თუ ვინმე იტყვის, ხო, აბა სად არის ეგრე, აბა ფული რომ მჭირდება. ვამბობ და ვიტყვი და 1000 ჯერ ვიტყვი რომ, იმიტომ რომ ვიცი ეს, ნამდვილად ვიცი, 1000%-ით ვიცი რომ ფული არ მოდის მძიმე სამუშაოდან, არ მოდის. ფული მოდის მხოლოდ და მხოლოდ იმ საქმიდან, რომელიც შენია, რომელიც შენ მოგწონს, რომელიც შენ გაძლევს აი ამ ჰარმონიას, რომელიც შენ სულიერად გამშვიდებს და რომელიც გიხარია შენ, გაიგეთ? აი ეს არის მარტო ფულის მომტანი, всё. და ეს შეიძლება იყოს დამლაგებლობაც შეიძლება იყოს ადამიანის, მე ვიცი ერთი პიროვნება, აი ნუ მე ვინც ვიცი. გიждდება იმ დონეზე უყვარს ადამიანს ეს დალაგება. აი მართლა ეს არის მისი რაღაც სასწაული, რა ვიცი, საქმე. ნუ უყვარს, ახლა მოკალი თუ გინდა, ხო? არის ეგეთი ადამიანი. ხო და ანუ მე არ ვიძახ რომ ახლა ყველა კი ახლა აი აქ ახლა ყურუმი და იმიტომ ახლა ჩვენც ახლა ეზოტერიკაში ვტრიალი და მაგას ვამბობ. მაგრამ ნახე ეს შენი საქმე, რომელიც შეიძლება შენ აქ ლექსების წერა გიყვარს, სიმღერების წერა გიყვარს. უბრალოდ რა არის, რატო არ გამოდის, რატომ არიან ზოგი მაგალითად წარმატებული ერთ და იგივე სფეროში და ზოგი არა. იმიტომ რომ იმას ვისაც სჯერა რომ მე შემიძლია, ხო? და აკეთებს, ის აღწევს. ვინს მარტო იგონებს რაღაცა ბლოკებს, ანუ ეს ბლოკი რა არის რა, რასაც მე ჩემ თავს არ ვაძლევ უფლებას, რომ მქონდეს სიტყვაზე, ან რომ გავაკეთო. აი ზუსტად ეს არის ეს ბლოკები, რომელიც ჩვენ აი ასე
არ გვაძლევს იმ საშუალებას, რომ ვიცხოვროთ იმ ცხოვრობით, რა ცხოვრობითაც გვინდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენ მაგისი უფლება გვაქვს ყველას, რომ გქონდეს ყველაფერი საუკეთესო, მაგრამ თუ შენს თავს მისცემ უფლებას, გექნება, თუ არა ხარ აყოლილი იმას, ვინ რას იტყვის, ვინ რას იფიქრებს, ვინ რას რაღაცა, რა არის, იცით, თქვენ ახლა გაიხსენეთ თქვენ მეზობლებზე, ახლობლებზე, თანამშრომლებზე, მთელი დღეები ფიქრობ და სულ გაწუხებ თქვენ მათი ცხოვრება? აი სულ ზიხარ და დილიდან და ღამებამდე აი ნერვები გისკდებათ იმაზე, რომ ეს ჩემი მეზობელი, აი პროშა შეხედე ამას ახლა და მთელი დღე ნერვიულობ. მე ეს დაგიმთავრდება, იწყებ ნერვიულობას იმაზე, თანამშრომელზე. მე თანამშრომელზე მორჩები კიდე ვიღაცა. მასე ხო არ ხდება. შეიძლება გაგიელოს უცბად რაღაცა და დაგავიცნე დანარჩენი დრო შენ სულ ფიქრობ შენს თავზე და შენ ახლობლებზეც არა, უფრო შენს თავზე. რა გავაკეთო მე იმისთვის, რომ მქონდეს კარგი ცხოვრება, იმისთვის, რომ მქონდეს ფინანსები, იმისთვის, აი რასად ვნახო ეს სამსახური, რა მჭირს მე, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობ ჩვენზე. კი, მე შეგვიძლია დავაყოლოთ იმისთვის, რომ მეც კარგად ვიყო და ჩემი შვილებიც, ჩემი მშობლებით, ჩემი რაღაცა, მაგრამ უფრო მეტ დროს ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, მე რა გავაკეთო. გაიგეთ? ანუ რომ იყოს ის და ის. მოხდებით? ამიტომ უნდა იფიქროთ და ხშირ შემთხვევაში ჩვენ მე ვამბობთ რას? არა. და даже რამდენჯერ ვიცი, აი ხა მეც რამდენჯერ მიწეს, აი თქვათ, და საერთოდ ახლა მე ვიყავი ბიზნეს ტრენერი რა, ანუ ადამიანი, რომელიც ახლა ძალიან мотиваცია და ეს რაღაცა ჩემი თემა, იმიტომ რომ ბიზნესშიც როცა ვიყავი და გუნდთან როცა ვმუშაობდი, უნიჭიერესი ადამიანები იყვნენ, მაგრამ აი ეს ვერ აძლევდნენ უფლებას ეშინოდათ რაღაცების, მაგრამ როცა გახსნეს თავისი თავი, აი ისეთ რაღაცებს ახსენდნენ, რომ რა გეტყვი. ყოველ შემთხვევაში ეს მინდა რომ იცოდეთ. ურთიერთობა უცბად ვნახოთ ახლა ჩვენი სიტუაცია. ანუ თუ დაუშვათ, აი მერყეობა ხო გაქვთ თქვენ აქაც და ვნახოთ, აბა თუ დაუშვათ, წახვალთ, ხო? თქვენთვის, ხო. Так, მე ახლა რა ვინ დავმალო აქ ვერ გავიგე. в принципе, რომ გითხრათ, რომ აქ რამე ცუდი იქნება თქვენ ცხოვრებაში, ნამდვილად არაფერიც არ იქნება ცუდი. იქნებით даже მე შემიძლია გითხრათ, რომ უფრო შეიძლება გაიხსნებით, იმიტომ რომ ხა ბევრჯერ არის ესეთი მომენტი, როცა ქალი გამოდის თუნდაც აი ესეთი რთული ურთიერთობიდან, ან როცა კარმოლით სრულდება, ან როცა უკვე თავის და იმპერატრიცა თავის თავს რო ხსნის, თავისი თავი რო უყვარს, აი უფრო შეიძლება გქონდეს მე მაგას წინსვლა, შეიძლება არ არის სწორი სიტყვა, არის მიდის, იმიტომ რომ უკვე მე თუ დაუშვათ თავს არ მიხედავ და ხოლმე ხა თავსაც მიხედავს, ანუ შეიძლება თმის ჭრილობას ცვლის, შეიძლება თანსაცმელის ყველაფერს რა იცვლის და არ გამიკვირდება, რომ თქვენ დაუშვათ ახლა, ანუ უფრო თქვენი თავი შეგიყვარდებათ, უფრო სხვანაირი სიტუაცია იქნება. ეს იმიტომ რომ აქ მე მაჩვენეს უბრალოდ რომ დავინახე ისეთ დღეში ხართ, ეკაც მე მგონი იყო კვერთხების, ხო, დედოფალე, რომელიც ზის და ფიქრობს დავასრულო თუ რა გავაკეთო და თუ დავასრულებ წინ რა მელოდება, ეს გელოდება თქვენ. თუ დარჩით, თუ დარჩით, ნახეთ ახლა აქ როგორი მომენტია, გეტყვით მე თქვენ. აქ პრინციპში ყველაფერი მაინც მივა აქეთკენ, იმიტომ რომ აქ თქვენ ვითარდებით, აქ თქვენ იზრდებით, აქ თქვენ უფრო მეტი გინდა ვიდრე თქვათ ადამიანს შეუძლია რომ მოგცეთ თქვენ აქ და თუ უკვე როგორ არის იცით, ეს არის просто უბრალოდ რაღაცას ვოცნებობ მე, რომ რაღაცა იქნება, რომ ვერ ვხედავ, ანუ როგორ არის, ისე ვისე ოცნებებს შეიქნებით, ისე ვისე აქ თუ სხვაობა გაქვს ასაკში, ისე ვისე თქვენი ახსაზრდელი იქნება ეს პიროვნება რა, ამიტომ აქ სხვაობას ესაჩვენებს რა, ან ფინანსებში, ან სტატუსში, ან ასაკშიც ეგაც არის რა. და ანუ თქვენ ისე გაიზრდებით თქვენ თვითონ, ხო, იმიტომ რომ აქ ძალიან ისეთი ადამიანის გაშლა, რომელიც
ეხლა მე რაც თქვენ ეხლა ლექცია წაგიკითხეთ, შეიძლება თქვენ არც გეყუტნოდათ ეს ლექცია, იმიტომ რომ თქვენ ისედაც ძალიან მშვენივრად კარგად იცით თქვენი ფასი და იმიტომ ნუ აქ უკვე სხვა თემა არის. თქვენ მაინც გადაიზრდებით ამ სიტუაციასთან, ანუ როგორ ხო სწორედ ვამბობ, რომ აი ასე, გაიზრდეთ თქვენ უფრო წინ წავალთ. კარგით, მოდით მე არ მიყვარს საჯარო გაშლა შეგეთ რაღაცები, ეს არის ინდივიდუალური, არ მიყვარს, იმიტომ რომ ახლა დაიწყებს უყოლა იმას რაღაცა გაუშვებთ ახლა ამ კაცებს უყოლას ახლა სახლიდან და მე რა მეშველება და მოვლენ აქა ჩემთან და თმებით მათრევენ. ეს რასეობნები ჩვენ ქალებს. всё, ჩემო ლამაზებო, თქვენ ყველაზე მშვენიერები ხართ, ყველაზე კარგები, ყველაზე უნიჭიერესები, ყველაზე ულამაზესები, всё. ყველაფერი ძალიან კარგად იცით თქვენ. რაც თუ არ იცოდეთ რამე, მეკითხარით. всё. დანარჩენი უკვე ცალკე გავარჩიოთ ჩვენ თუ იქნება საჭირო. გაკოცეთ ბევრი, მიყვარხარ ძალიან და გელოდებით კომენტარებში.